აღდგება თუ არა ურთიერთობა? რა თქმა უნდა, აღდგება ურთიერთობა. ბევრისთვის ისე აღდგება, რომ აქ ყველაფერი წავიდეს ქორწინებისკენ, სტატუსისკენ. ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან, რადგანაც გაუსაძლისია მისი ემოციები შენს მიმართ. მიჯაჭვულობა ემოციურიც, რომელიც აქვს და შიშები, რომელიც აქვს, კიდევ დავუმატებდი და ამ ყველაფერს გადალახავს აუცილებლად. ხვალიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და შესაძლებელია უფრო და უფრო ძალიან ბევრს ამოუტივტივდეს ის ქვეცნობიერი დამალული ინფორმაციები და გაერკვევიან იმედი მაქვს საკუთარ გზნობებში, საკუთარ ცხოვრებაში და თქვენც გისურვებთ, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, არ მიეჯაჭვოთ არავის, რადგანაც ეს მერე ძალიან დიდ ან კარგ, ან უსიამოვნო შედეგს მოიტანს, უფრო უსიამოვნებას, იმიტომ რომ მიჯაჭვულობა გოგონება ამ შემთხვევაში ძალიან ცუდია. მოკლედ გაერკვევა თავის ემოციებში და მას ჭირდება გარკვევა. მას ჭირდება თავისუფალი დრო, რომელიც აქვს და მიხვდება ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს გაშლა შეიძლება ყველაზე არ მოხდეს და აქ სასწაულებს თქვენი ინტუიცია ახდენს და არა მე. მე უბრალოდ გამტარი არხი ვარ ინფორმაციის და მოკლედ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. სანამ არ მოინანიებს, სანამ არ დაფიქრდება, სანამ არ გაიაზრებს და კიდევ ეს დაბნელების კორიდორი უფრო შეუწყობს ყველას ხელს, უფრო კარგად გამოჩნდება ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში.